Salam, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა short. გადაცემა სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვება. წინა ეპიზოდში ვთქვით, რომ ზოგჯერ როცა ბაზარი ეცემა, ყოველთვის არსებობს buy the dip მიდგომა. და მართლაც იმ კვირას ბიტკოინი დაეცა 74,000-ით, მაგრამ ახლა უკვე 84-ზე. როგორც იტყვიან ზოგმა ინანა, ზოგმა კი გეინი ნახა. თავარი ამბები ბიტკოინი გაჩერდა $84,000-ზე, მას შემდეგ რაც თეთრმა სახმა ტარიფებთან დაკავშირებით დროებითი პაუზა გამოაცხადა. ჩინეთიდან იმპორტირებული ტექნიკის ნაწილი, მათ შორის ელექტრონიკა, დროებით გათავისუფლდა ტარიფებისგან. მაგრამ მერე ტრამპმა ისევ დაანონსა ცალკე ტარიფები, რაზეც ჩინეთმა საპასუხოდ შემოიღო ტარიფები და ასე შემდეგ. სახალისო ამბებიდან ტრამპმა საკუთარ გოლფ-კლუბში საკუთარი ძეგლი გახსნა. ამ ბაზრის ფონზე გამოჩნდა მაიკლ სეილორი. MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა X-ზე ატვირთვა დაშიფრული პოსტების სერია ბიტკოინის ჰოლდინგებს, რაც ბევრისთვის მინიშნებად ითვლება ახალი შესყიდვების შესახებ. კომპანიას ამ ეტაპზე უკვე 80,000-ზე მეტი ბიტკოინი აქვს და ვარაუდობენ, რომ უფრო მეტის დამატება სურთ. ალტკოინების შედეგები ამ კვირაში ასეთია: ეთერიუმი +0.4%, რიფლი -0.4%, სოლანა +2.7%, კარდანო -0.6%. Dogecoin უცვლელია, Trumpcoin კი კვლავ მცირდება. სამწუხაროდ ვერ უშველა ამ კოინს ტრამპის ძეგლის გახსნა. გადავიდეთ კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი ფრაზა არის dead cat bounce. ასე უწოდებენ დროებით ზდას დიდი ვარდნის შემდეგ, როცა ფასი თითქოს ბრუნდება, მაგრამ რეალურად ისევ ქვემოთ მიდის. ანუ ბაზარი კატის ნახტომს იმეორებს და გრავიტაციით საწყის წერტილს უბრუნდება. სიახლეები ბიტანიკაზე. როგორც იქნა დაიდო ბიტანიკა All-Stars ტურნირის ფინალი. გამარჯვებულია საბა ბაზგარაძე. თუ გინდა რომ შემდეგ ტურნირში შენც მიიღო მონაწილეობა, ითამაშე ბიტანიკა მაინსი Telegram-ზე. გამარჯვებულებს კი ელოდებათ მოსაწვევი და ბრძოლა უფრო დიდ პრიზებს. ეს იყო ბიტანიკა short-ის მეორე ეპიზოდი. გამოიწერე ჩვენი page-ი, რომ არ გამოგჩეს მთავარი მოკლე.